არ დავმალავ რა, რატო დავმალავ? ჩესნათ მინდა თქვა რა. უიმედოდ ვიყავი. ლოგინთან ვემედო ფსიქოტროპული აბები, სანამ ძიმე ნარკოტიკს მოვიხმარდი. გასვენებას თუ ხედავდი, მიცვალებულის მშურდა. ჩემ დაავადებულ ტვინს ძალიან ხშირად დავიწყდება, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, რომ ცხოვრების ბოლომდე დაავადებული ვარ სერიოზული დაავადებით. მახსოვს მდგომარეობა, როდესაც ჰალუცინაციურ მდგომარეობაში 10 კაცს ვესაუბრებოდი. მახსოვს მამაჩემის მდგომარეობა, როდესაც ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვს ვაგდებდი და ვიჭერდი და აზემოსვლის შედეგად ხელში არავინ მეჭირა, თურმე ვიყავი ჰალუცინაციის ქვეშ. მახსოვს რომ ზერო ამოდიოდა, მაშინ იყო ჩემი დაძინების დრო. რომ მიმეღწია ეგრეთ წოდებული სიამოვნებისთვის, ანუ თავდი მაგვიძარას 2.5-ზე რომ მომესრო პროგრამაში მისვლა. ლოგინიდან რომ წამოდგარიყავი, უნდა დამელია ძალიან ბევრი ფსიქოტროპული საშუალებები. მახსოვს რომ ჩაცმული ვიძინებდი, რომ დილით პრობლემა არ მქონოდა ჩაცმის პროცედურა. მივდიოდი პროგრამაში, ფსიქოტროპული აბები უკვე მიღებული მქონდა. შემდეგ იყო რომ ქუჩის ნარკოტიკის მოძიებაში ვიყავი დღის განმავლობაში მძიმე ნარკოტიკის და ამ სიამოვნების მიღება ვარქმევდი იმას, რომ ჩემთვის იზოლირებულ ადგილას არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და მივდიოდი და ვწვევოდი ლოგინში და მაქსიმუმ შემძლებოდა ტელევიზორის ყურება ან სკროლვა წლების განმავლობაში. ჩემი შვილი, როდესაც მეკონტაქტებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი ნახვა სურდა, ვიგონებდი მაგალითად სხვადასხვა გარემოებებს, რომ არ მოსულიყო. მამა ჩემი მთხოვდა მასთან ერთად ფეხბურთისთვის მეყურებინა, უკვე ასაკში იმყოფებოდა, ნაინსულტარი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად მქონდა აგრესია, რაღაცების მიუღებლობა, ანუ ეთყობა ოღონდაც მიმეღწია ჩემი იზოლაციისთვის და ჩემთვის ბრჭყალებში კომფორტული ზონისთვის, ჩემი ლოგინისთვის და მეგობრებზე ხომ საუბარიც არ არის. მარტო მყავდა ის მეგობრები და ის საზოგადოება, რომელსაც ჭირდებოდი, ესე ვთქვათ, და მეც მჭირდებოდა. ჯანმრთელი და ჯანსაღი მე ირგვლივ არავინ არ მყავდა. შემდეგ მოხდა ის, რომ გამიხდა მამა ცუდად, დამიძახა დედაჩემა, წავიყვანე საავადმყოფოში. ის მომენტი მახსენდება, რომ დამიძახა ექიმა და ხომ არ ისურვებდი ურთიერთობასო, რა დროსაც ვერ მივხვდი, იმედი გამიჩნდა, რომ ხვალ ვნახავდი, მეორე დღეს ვნახავდი თუ შიში გამიჩნდა მასთან ურთიერთობის, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ შევედი და ვერ ვეკონტაქტე. 1 საათში გარდაიცვალა, მომიწია გარდაცვალებულზე ბოდიშების ხსა და სიყვარულის ახსნა. მამაჩემის გარდაცვალება იყო, მე მგონი, ბოლო ფაქტი, რამაც უკვე ისეთ ფსკერამდე მიმიყვანა, რომ ზუსტად მახსოვს, გასვენებას თუ ხედავდი, მიცვალებულის მშურდა, ძალიან მინდოდა სიკვდილი, მაგრამ ღმერთის წყალობით
ეტყობაში ჩემს შვილებს მამა ჭირდებოდა, დედა ჩემს შვილი ჭირდებოდა. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არც არავინ აღარ მთხოვდა, არც არავის იმედი აღარ ქონდა ჩემი გამოჯანმრთელების გზაზე დადგომის. სწორედ სიკვდილის რომ შემშურდა, ერთხელ რომ მცდელობა მქონდა, სწორედ ესეთ მდგომარეობაში, ესეთ ფსკერზე მყოფი მივედი ენეის ჯგუფებზე. სადაც დავდიოდი არაფხიზელ მდგომარეობაში, ეხლა ცოტა ის ემახსენდება, რომ ეგოისტურად, თუმცა იქ რომ არ მევლოდა თვეების განმავლობაში და იქ რომ არ შემეხედა წინმავალი ადამიანებისთვის, რომლებიც გამოჯანმრთელების გზაზე იდგნენ, ალბათ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი დამოუკიდებლად. უიმედოდ ვიყავი ჯერჯერობით, მაგრამ ბრმად ვასრულებდი, ანუ დავდიოდი რა, რაც გავიგე რომ ანუ ამ წინმავალი მეგობრებისგან რომ გავიგე რომ 2 წელი, 3 წელი აქვს ციფხიზლის ძალიან რთული და ტანჯვის პერიოდიდან მოდიოდნენ, ეთყობა ქვეცნობიერად იმედი გაჩნდა ჩემში, იმიტომ რომ ყოველ საღამოს დავდიოდი შეკრებებზე და ვესწრებოდი, რომელიც გახდა იმის საფუძველი, რომ მოვხდი სარეაბილიტაციოში. საღაზრამდე და საღიაზრის მდგომარეობამდე თავი არ მიმყავდა, სიმართლე რომ გითხრათ, რომ მეფიქრა იმაზე, რომ გადასადგმელი მაქვს ნაბიჯი გამოჯანმრთელების გზაზე დასადგომად. უკვე ისეთ ფსკერზე ვიმყოფებოდი, რომ ამ აზრის შემოშვება აღარ მინდოდა. ამიტომ იყო, რომ ყველა თვალის გახელის და აი სიტყვაზე 10 წუთი ვუთმობდი ამ ფიქრს და ამ მდგომარეობას. იმიტომ იყო, რომ ლოგინთან ვემედო ფსიქოტროპული აბები, სანამ ძიმე ნარკოტიკს მოვიხმარდი, რომ გამეყუჩებინა ეს აზრები გამოჯანმრთელების შესახებ, გაეყუჩებინა ჩემს დაავადებულ ტვინს, იმიტომ რომ არ უნდოდა ამაზე ფიქრი. ერთხელ იმდენად ვიფიქრე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მოსაწევის მიღების შედეგად, რომ თვითმკვლელობის მცდელობამზეც მიმიყვანა, ანუ იმდენად აღარ მინდოდა ის მდგომარეობა. მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამოსავალი აღარ იყო რა და უკვე იმედიც არ მქონდა და დაყრილი მქონდა ფარხმალი. მიმიყვანა ამ სიტუაციამდე. ძალიან ბევრი უარყოფა მქონდა თავის დროზე. მახსოვს, რომ სარეაბილიტაციო კლინიკიდან 3ჯერ მქონდა გამოქცევის მცდელობა. ვიმიზეზებდი ბავშვების მონატრებას, სხვადასხვა მიზეზებს, მაგრამ ეხლა მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც გვერდში დამიდგა, ვინც მთხოვდა, რომ 2-3 დღე დავრჩენილიყავი კიდევ. და მადლიერი ვარ მათი, იმიტომ რომ აქაური გადმოსახედიდან და ეხლა ვხვდები, რომ ის ტანჯვა და ის გზა ადამიანმა უნდა გაიაროს. დილიდან ვარ მადლიერი ამ გზისთვის, დილიდანვე ღმერთს ვთხოვ, რომ ხშირად იყოს საღიაზრი ჩემთან ერთად. რაც იყო ვიტყვი, ხო? გულწრფელად რომ თქვა, სარეაბილიტაციო კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნის დროს, თვენახევრის განმავლობაში ვფიქრობდი, რითი დამეზიანებინა თავი, იმ მდგომარეობაში ყოფნა აღარ მინდოდა. თუმცა რჩევებს და იქაურ პროცედურებს ბრმად მივყვებოდი და მახსოვს ზუსტად თვენახევრის გასვლის შემდეგ, რომ დილას ჩავატარე დილის პროცედურა, ასე ვთქვათ, დავწერე მადლიერება, გავარჩიე ჩემ გონებაში არსებული გრძნობები და პირველად ვიგრძენი
ბუნებრივი სიამოვნება თვენახევრის გასვლის შემდეგ. თვენახევრის მერე რა. ძველი ჩვევები მაქვს, რა თქმა უნდა, შემორჩენილი, რაც სიტყვაზე 20 წლის განმავლობაში და მეტის განმავლობაში იყო ჩემი ტვინის შეჩვეული და არის ჩემი ტვინის შეჩვეული და სულ ნებისმიერი ფაქტორით ცდილობს, რომ დამაბრუნოს იგივე მდგომარეობაში, რასაც შეჩვეულია. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ხვდები ამ ყველაფერს, მესმის მისი ხმა, მესმის რასაც ცდილობს, მაგრამ ვცდილობ, რომ არ მოусმინო. თუმცა იმასაც ვერ ვამბობ, რომ მე შევძელი, ძალიან დიდი შიში მაქვს მისი ხმაურის. თუმცა წინმავალი მეგობრებისგან ვიცი, რომ ეს ხმაური დრო და ჩემ თავზე მუშაობით და ამ პროცესების შესრულებით შორიდან იხმაურებს და საღი აზრი უფრო ხშირ შემთხვევაში იარსებებს. ყოველდღიურად მაგალითად შულებისგან სიყვარული მხვდება, სიყვარულის მესიჯები მხვდება, დედა არის გააქტიურებული, სამწუხაროდ მამა ჩემს ვეღარ არ ვიცი. მამა ჩემს მდგომარეობას ვიღებ, სხვა გზა არ მაქვს და დავდექი გამოჯანმრთელების გზაზე, რომ ჩემს შულებს ვჭირდები და ჩემი შულებისთვის ვარ სამაგალითო. რაც მამა ჩემმა მასწავლა, ალბათ ვცდილობ, რომ ის გადავდო ჩემს შვილებს. კიდე ავსაწავედი იზოლაციიდან.